მოდით გაჩვენოთ ულამაზესი სასტუმროს კაპო-ვერდეს ნომერი ზღვის ხედით. წამოვყევით პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ნომერი არის ორსაძინებლიანი, ანუ იდეალურია ოჯახისთვის. მოდით პირველ რიგში გაჩვენოთ ჩვენი საძინებელი. რა თქმა უნდა, ეგეთი ულამაზესი ხედი იშლება აქ და ძალიან მაგარია, რომ სასტუმრო გაითვალისწინა ეს ხედები და გააკეთა პანორამული ფანჯრები. უბრალოდ წარმოიდგინეთ, დილით გაიღვიძებთ აქ, გამოიხედავთ და ეგრევე ხვდება ბოტანიკური ბაღის ბუნება და სხვა. საძინებლიდან ეგრევე შეგიძლიათ გამოხვიდეთ აივანზე. თქმა უნდა, ესეთ აივანზე უნდა იყოს მაგიდა და სკამები და ეგეთ ულამაზეს აივნიდან შემოვდივართ პირდაპირ ჩვენ მისაღებში. წარმოიდგინეთ, ეს არის სასტუმრო და ამხელა ნომერია ჩათვალეთ ბინა და რა თქმა უნდა მისაღებიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ამ ულამაზეს აივნიდან მზის ჩასვლაზე და ჩემი აზრით ამ სასტუმროს უდიდესი პლუსი არის ზუსტად ეს ხედი და რა თქმა უნდა პანორამული ფანჯრები ამ ხედზე. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის იდეალური საოჯახო ნომერი. ამიტომ აქ არის ცალკე ნომერი, რომელიც იდეალურია ბავშვებისთვის. ბავშვები რა დაგვიშავეს, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც იქნება იდეალური ხედი. კაპო-ვერდეში ცხოვრების დროს თქვენ გეგონებათ, რომ ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ეგეთი უკარგესი ნომრების გარდა ამ სასტუმროს აქვს ძალიან ლამაზი ვერანდა და სხვათა შორის ძალიან გემრიელი კერძებით. და იქ დაბლა არის ულამაზესი ინსტაგრამული აუზი და მე ვიტყოდი, რომ იქამდე ახლოს ბოტანიკურ ბაღისგან მდებარეობს, რომ ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობთ.